მიქაელის მისია, მეოთხე ლექცია, ლია ყიფიანის თარგმანი. იმისთვის, რათა უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ დედამიწის განვითარების მდინარება, უმჯობესია განვიხილოთ და დავაწესრიგოთ სხვადასხვა მოვლენები დედამიწის ცენტრალურ განვითარებასთან კავშირში. რამე თუ ეს მიგვაახლებს განსაზღვრულ სტრუქტურას ყოველივე იმისა, რაშიც ერთიანი კაცობრიობის განვითარების ძალით და მისგან გამომდინარე ადამიანი თავისი საკუთარი განვითარებით აღმოჩნდა. ეს ცენტრალური პუნქტი, ეს სიმძიმის ცენტრი, როგორც თქვენთვის ცნობილი არის გოლგოთას მისტერია, რომელმაც დედამიწის მთელ განვითარებას საკუთარი აზრი და ჭეშმარიტი შინაგანი შინაარსი შესძინა. თუ კი დავუბრუნდებით დასავლეთის კაცობრიობის განვითარებას, რომელმაც გოლგოთას მისტერიის იმპულსი აღმოსავლეთიდან მიიღო, უნდა ვთქვათ შემდეგი. მიახლოებით 5 საუკუნით ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, გოლგოთას მისტერიის მომზადება საკუთრივ ბერძნულ კულტურიდან გამომდინარე დაიწყო. მაშასადამე, გოლგოთას მისტერიამდე, მიახლოებით 4 საუკუნე ნახევრის მანძილზე, ბერძნულ აზროვნებაში, გრძნობებსა და ნებელობაში გამოიკვეთა ერთგვარი ცალსახა მიმართულება. ეს მიმართულება, რომელსაც საფუძველი სოკრატემ ჩაუყარა, შემდგომში მთელ ბერძნულ კულტურაზე განივრცო, პლატონის უმტკიცეს უძლიერეს პიროვნებაში გამოვლინდა და საბოლოოდ არისტოტელესთან უპირატესად მეცნიერული ხასიათი მიიღო. ადრე მოსმენილი ლექციებიდან თქვენთვის ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში სახელდობრ ნეტარი ავგუსტინეს შემდგომ გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, ადამიანში კულტივირდა აზროვნების არისტოტელესეული ხერხი, რომელსაც იგი იყენებს იმისთვის, რათა გაიგოს, როგორ მომზადდა გოლგოთას მისტერია და რა მოჰყვა მას. ბერძნული აზროვნების ხერხი იმიტომ გახდა ესოდენ მნიშვნელოვანი, რომ მისი მეშვეობით გოლგოთას მისტერიის არსს შეიმეცნებდნენ. მაგრამ კარგი იქნებოდა ისიც გაგვერკვია, თუ სახელდობრ რა მოხდა საბერძნეთში გოლგოთას მისტერიის წინა რამდენიმე საუკუნეში. ის, რაც ბერძნების აზროვნებაში, გრძნობებსა და ნებელობაში გამოვლინდა, იყო უკანასკნელი გამოძახილი კაცობრიობის დასაბამიერი კულტურისა, რომელიც დღემდე სათანადოდ ვერ ფასდება. ჩვენი დროის ისტორიულ გამოკვლევებს არ ძალუძს ჭეშმარიტების ნათელში მოვლენათა განჭვრეტა. არ ძალუძს წიაღსვა იმ უშორეს წარსულში, როდესაც მთელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელებული მისტერიების კულტურა ერთიანად მსჭვალავდა ადამიანის ნებელობასა და გრძნობებს. ჩვენ უნდა მივმართოთ იმ ათასწლეულებს, რომლებიც ისტორიისთვის მიუწვდომელია. ჩვენ მათი იმ ხერხებით და გზებით უნდა მივიახლოთ, რომლებზეც თუმცა გაკვირით, ჩემი იდუმალთ მეტყველება მიუთითებს. მაშინ წარმოჩნდება, თუ როგორი იყო კაცობრიობის ამ პირველადი კულტურის არსი და ბუნება. მისი სათავე იმ ძველ მისტერიებში უნდა ვეძებოთ, რომლებშიც მხოლოდ და მხოლოდ უდიდეს წარმმართველ პიროვნებად არჩეულნი, უშუალოდ ხელდასხმისთვის ობიექტურად ღირს ყოფილი ადამიანები მონაწილეობდნენ. ამ გზით მიღებული შემეცნება ხელდასხმულთა მიერვე შემდეგ სხვა ადამიანებსაც გადაეცემოდათ. შეუძლებელია არსობრივად გავიგოთ მთელი ეს უძველესი კულტურა, უკეთო არ გავითვალისწინებთ მისტერიების დედობრივ ნიადაგს. ამ მიმართებით საგულისხმოა ესქილეს ქმნილებები. ეს ხაზი ასევე პლატონის ფილოსოფიასაც გასდევს, მაგრამ უშუალოდ ღვთაებრივი გამოცხადებები, რომლებიც კაცობრიობამ მისტერიებიდან მიიღო, დროის დინებაში ჩაიკარგა და მხოლოდ უკიდურესად პრიმიტიული სახით შემორჩა ისტორიულად მტკიცებად კულტურას. ჩვენ უკეთ ვიმსჯელებთ მაშინდელ მოვლენებზე, როდესაც გავაცნობიერებთ, თუ რა შემორჩა სოკრატეს შემდგომი პერიოდის ბერძნულ ცივილიზაციას დასაბამიერი მისტერიების კულტურიდან, რომელშიც ბერძნული ფილოსოფიის ფესვები იკარგება. ის, რაც იმ კულტურიდან შემორჩა, ერთგვარი აზროვნების ხერხი, წარმოსახვის ხერხი გახლავთ. გარე ისტორია გვიამბობს, თუ როგორ დააარსა სოკრატემ დიალექტიკა, რომ იგი აზროვნების უდიდეს მასწავლებლად ითვლებოდა. იმ აზროვნებისა შემდგომ არისტოტელემ უფრო მეცნიერული ხაზით რომ განავითარა. მაგრამ აღნიშნული აზროვნების ხერხი იყო მისტერიების კულტურის მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელი ექო, რამე თუ თავისი არსით მისტერიების კულტურა განუზომლად ღრმა და მდიდარი. სულიერი ფაქტები ჩვენს კოსმოსურ სოფლ წესრიგს რომ უდევს საფუძვლად,
იმ დროის ყოველი საგნის და მოვლენის ზოგად ადამიანურ გაგებაში იყო შთაბეჭდილი. ეს დიადი და ამაღლებული შინაარსი შემდგომში თანდათანობით განილია, მაგრამ მისტერიების მოწაფეთა მიერ განვითარებული აზროვნების ყაიდა თუ წარმოსახვის ხერხები შემორჩა და ისტორიის კუთვნილებად იქცა თავდაპირველად ბერძნულ, ხოლო შემდგომ შუა საუკუნეების ქრისტიან თეოლოგთა აზროვნებაში, რომლებმაც ეს ბერძნული აზროვნება იმ მიზნით შეითვისეს, რათა აზროვნების გარკვეული ფორმების მეშვეობით, იდეების და ცნებების მეშვეობით, არსებითად ბერძნული აზროვნების გაგრძელებას რომ წარმოადგენდა, შეემეცნათ ის, რაც სამყაროში გოლგოთას მისტერიის მეშვეობით შთამოედინებოდა. შუა საუკუნეების ფილოსოფია, ეგრეთ წოდებული სქოლასტიკა, გოლგოთას მისტერიის ჭეშმარიტებასთან თანაშერწყმული ბერძნული აზროვნება გახლდათ. გოლგოთას მისტერიის აზრისმიერი აღქმა, თუ კი ამ ტრივიალურ გამონათქვამს მივმართავ, ბერძნული იარაღის, ბერძნული დიალექტიკის მეშვეობით წარმოებდა. თვით მისტერიების შინაარსი გოლგოთას მისტერიამდე 4 ნახევარი საუკუნით ადრე დაიკარგა, ხოლო რამაც შემდგომ მის სანაცვლოდ იჩინა თავი, იყო ის წმინდად ფორმალური აზრისმიერი, რაც საკუთრებ ამ მისტერიებიდან შემორჩა. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ წინა ისტორიულ პერიოდის მისტერიების კულტურა მთელ იმდროინდელ სამყაროზე რომ ვრცელდებოდა, ევოლუციის პროცესში დეგრადაცია განიცადა და მხოლოდ ერთგვარი დისტილატის, ბერძნული დიალექტიკის, ბერძნული აზროვნების სახით გამოვლინდა. შემდეგ მოხდა გოლგოთას მისტერია. თავიდან დასავლეთში იგი ბერძნული დიალექტიკის მეშვეობით აღიქმებოდა. ვისაც სურს ჩათვდეს მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეების მეცნიერების არსს, თეოლოგიაში რომ იყო ჩართული, მან თანამედროვე მეცნიერულ საბუნებისმეტყველო პრაქტიკაში დამკვიდრებული აზროვნებისგან სრულიად განსხვავებულ აზროვნების ხერხს უნდა მიმართოს. თანამედროვე მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ყაიდაზე განსწავლულ ადამიანებს წესისამებრ არ ძალუძს სათანადოდ შეაფასონ სქოლასტიკის არსი. რამე თუ სქოლასტიკა აზროვნების ისეთ სკოლას, ისეთ განსწავლას საჭიროებს, რომელიც ძირეულად განსხვავდება ამჟამინდელი აზროვნების და სწავლების პრინციპებისგან. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დროის იმ პუნქტში, რომელიც კვლავ 4 საუკუნნახევრით გვაშორებს იმ პერიოდს, როდესაც კაცობრიობა მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნებას მიეცემა. მე-14 საუკუნის შუა წლებიდან ევროპაში ვითარდება აზროვნების ის ხერხი, რომელიც ბრწყინვალედ დააგვირგვინეს გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო. ასე და ამგვარად მოაღწია მან ჩვენს დრომდე. გარეგნულად იგი თითქოს და კვლავ ის ბერძნული ლოგიკაა, მაგრამ რეალურად სრულიად ახლებული, ბუნების სამყაროს პრინციპებიდან თანდათანობით ამოზრდილი ლოგიკა გახლავთ. მაშინ, როდესაც ბერძნული ლოგიკა აღმოცენდა იმ სიბრძნიდან მისტერიების მოწაფეთ მისტებს, რომ ეცხადებოდათ მისტერიებში. შევეცადოთ და გამოვკვეთოთ სხვაობა იმ ორ ვითარებას შორის, რომელთაგან პირველი ცივილიზებულ სამყაროში სახელმწიფო საბერძნეთში აღინიშნა 4 ნახევარი საუკუნით ადრე გოლგოთას მისტერიამდე, ხოლო მეორე იმ 4 ნახევარი საუკუნის პერიოდში, როდესაც კაცობრიობას მეცნიერულ საბუნებისმეტყველო აზროვნებაზე დაყრდნობით განასწავლიდნენ. სქემატურად ეს ასე გამოიხატება. მისტერიების კულტურა განასახიერებს უშორესი წარსულის ადამიანის სულიერი კულტურის წვერობას. აღნიშნული მისტერიების კულტურა თანდათანობით განივთდა და განიფესვა ბერძნულ ლოგიკაში. ამან გასტანა გოლგოთას მისტერიის მომენტამდე. შემდგომში ეს გაგრძელებას პოებს შუა საუკუნეების სქოლასტიკაში. გოლგოთას მისტერიამდელი 4 ნახევარი საუკუნის პერიოდში კვლავ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაკრთა უკანასკნელი ექო გამოსცა ძველმა მისტერიებმა, ხოლო ქრისტეშობის მე-15 საუკუნიდან ამოქმედა ახალი აზროვნების ხერხი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ აზროვნება გალილეის მეთოდით. ეს პერიოდი, რომელმაც აღნიშნული საწყისი პუნქტიდან ჩვენს დრომდე გასტანა, მიახლოებით იმ შუალედს უდრის ბერძნული აზროვნების ხერხის საწყისი პუნქტის და გოლგოთას მისტერიის შუარომ ძევს. მაგრამ თუ კი ბოლო პერიოდი იყო დამასრულებელი გაჟღერება, მიმწუხრის მეწამული ნათება, ახლის დასაწყისი ერთგვარი პრელუდია იმისა, რაც კვლავ და კვლავ უნდა განვითარდეს, განმაღლდეს, ბერძნული კულტურა ბოლოში იდგა, ჩვენ თავში ვდგავართ.
მხოლოდ მაშინ გამოიკვეთება ჩვენ შეგნებაში ნათლად და მკაფიოდ კონტრასტი ერთის დასასრულის, მეორის დასაწყისთან, თუ კი კაცობრიობის განვითარების სრულიად განსაზღვრული, სულის მეცნიერული აზრისით განვიხილავთ. არაერთგზის აღმინიშნავს, რომ დღეს ჩვენ ამაოდ არ ვირჯებით. როდესაც კაცობრიობის ისეთ შემეცნებას ვესწრაფვით, ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულიერი მეცნიერების მეშვეობით რომ მიიღწევა. რამე თუ კაცობრიობის უმეტესი ნაწილი მომავლის უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პირისპირ დგას. ამ მიმართებით უპირველესად საჭიროა მთელი სერიოზულობით აღვიქვათ ის ფაქტი, რომ ისტორიულად განვითარებადი კაცობრიობა განვითარებად ორგანიზმს წარმოადგენს. როგორც ყოველი ცალკეულ ორგანიზმში განსაზღვრულ დროში განსაზღვრული ცვლილებები აღინიშნება, როგორც ყოველ ცალკეულ ორგანიზმში განსაზღვრულ დროში განსაზღვრული ცვლილებები აღინიშნება, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასაკობრივი სახით ცვლილებები და ასე შემდეგ, ასევე კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვჭრეთ ეპოქალურ ცვლილებებს. თანამედროვე ადამიანები ჯერ კვლავ უარყოფენ ან უნდობლად ეკიდებიან მოძღვრებას განმეორებით მიწიერ ცხოვრებებზე. ესაო და წარსულის ცხოვრებები რატომ არ გვახსოვსო? ვინც კაცობრიობის განვითარებას შეიმეცნებს, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ისტორიას, არ გაუკვირდება, რომ ადამიანს მისი ჩვეულებრივი შემეცნებით არ ძალუძ ჩაწვდეს წარსულის მიწიერ ცხოვრებებს, რამე თუ მე გეკითხებით თქვენ. რა ახსოვს ადამიანს მისი ამჟამინდელი ცხოვრებიდან? მხოლოდ ის, რამაც დააფიქრა, რამაც მისი ფიქრები მოიცვა. იგი ვერ გაიხსენებს იმას, რაზეც არ უფიქრია. გაიაზრეთ, რამდენი რამ დაგრჩათ განვლილი დღიდან ყურადღების მიღმა. თქვენ ხომ არ გახსოვთ ის, რაზედაც არ დაფიქრებულ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი მხედველობის არეში მოხდა. თქვენ მხოლოდ იმის გახსენება ძალგისთ, რამაც თქვენი ფიქრები დაიკავა. კაცობრიობის ევოლუციის წინა ასწლეულებსა და ათასწლეულებში ადამიანი ვერ აღწევდა თავისი ბუნების ჭეშმარიტ შემეცნებას. ეჯგარეშია, რომ ბერძნული მოწოდება შეიცან თავი შენი, გამოხატავს ერთგვარ მცდელობას, მაგრამ ეს შეიცან თავი შენი მხოლოდ რეალური სულიერი შემეცნების გზით შეიძლება განხორციელდეს. როდესაც ადამიანი ერთ ინკარნაციას საკუთარი თავის შემეცნებას უთმობს, ამით იგი შემდეგი ინკარნაციისთვის წინა მიწიერი ცხოვრების მოგონებებს ამზადებს, რამე თუ ჩვენ ჯერ უნდა დავფიქრდეთ, რისი გახსენება გვსურს შემდგომში. მხოლოდ მას ხელეწიფება დღევანდელ პირობებში წარსული მიწიერი ცხოვრებისკენ მიმართოს მზერა, ვინც წარსულ ცხოვრებაში ხელდასხმის გზით შეძლო ჭეშმარიტად განეჭვრიტა თავისი თავი. დღეს არც თუ მცირე ამ უნარით დაჯილდოებულ ადამიანთა რიცხვი, მაგრამ ვითარება ისეთი გახლავთ, რომ ადამიანი სხეულებრივის თვალსაზრისითაც გარკვეულ ევოლუციას განიცდის. ფიზიკურად ეს შეუმჩნეველი, ამას მხოლოდ სულის მეცნიერული დაკვირვება ცხადყოფს. დღევანდელ კაცობრიობას 2000 წლის წინანდელთან შედარებით სრულიად სხვაგვარი სხეულებრივი კონსტიტუცია აქვს. გაივლის 2000 წელი და დღევანდელთან შედარებით იმჯერად მას კვლავ სხვა სხეულებრივი კონსტიტუცია ექნება. მეს არაერთგზის აღმინიშნავს. ადამიანის ევოლუცია ისეთი მომავლისკენ მიემართება, როდესაც მისი ტვინი გარეგნულის თვალსაზრისით სრულიად სხვაგვარად იქნება კონსტრუირებული. ტვინი გამოიმუშავებს წინა მიწიერ ცხოვრებათა გახსენების უნარს. მაგრამ ის, ვინც არ შეეცდება აქედანვე აზრისმიერი ჩაღრმავებით შეამზადოს თავისი მე, იგი მომავალ ცხოვრებაში მართალია შეიგრძნობს ამ უნარს, ეს უნარი მექანიკურად მიეცემა მას, მაგრამ შეიგრძნობს როგორც ნევროზულობას, როგორც შინაგან დეფექტს. იგი ვერ იპოვის იმას, რაც მას ესაჭიროება, რადგან როგორც მოგახსენეთ, სხეულებრივი თვალსაზრისით კაცობრიობა იმ დროისთვის სათანადოდ მომწიფდება, რათა წარსული ცხოვრებები განჭვრიტოს და უკეთ უმან წარსულის ამგვარი ხედვისთვის წინასწარი არ შეამზადა თავისი თავი, იგი ამ უნარს შეიგრძნობს როგორც ნაკლს, დეფექტს, იგი ვერ განჭვრეტს წარსულს. ამიტომ, როგორც თანამედროვე კაცობრიობაში მოქმედ გარდაესახვის ძალთა მართებული შემეცნება ცხადყოფს, ადამიანებმა თვით შემეცნებას ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულიერი მეცნიერების მეშვეობით უნდა მიაღწიონ. ამჯერად მე მხოლოდ გაკვირით შევეხები ამ საკითხს, მხოლოდ მივუთითებ ამ განსაკუთრებული განცდის, ადამიანის მიერ თავისი წინა ცხოვრების განცდის არსზე. დღეს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ამ შეგრძნებათა
ნიუანსები მართალია ჯერ მხოლოდ ცალკეულ ადამიანებში, მაგრამ ასე თუ ისე მაინც მჟღავნდება. ამ შეგრძნებებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. მე შევეცდები აღწერო ეს შეგრძნებები. შევეცდები წარმოვაჩინო, როგორია ეს შეგრძნებები კონკრეტულ გამოვლენებაში. გარეგრძნობად სამყაროში დაბადებული ადამიანი ამ შემთხვევაში ასე მსჯელობს. ცხოვრობ რა, ადამიანების გარემოცვაში მე, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვიუფლებ გარკვეულ აზროვნებას. ჩემში აღმოცენდება აზრები, მე დავიბადე და შევითვისე წარმოსახვის განსაზღვრული ხერხი. მაგრამ ამავდროულად მიმართავ რა მზერას ჩემს გარემომცველ სამყაროს, ვამჩნევ, რომ ჩემი აზროვნება, წარმოსახვის ჩემეული ხერხი არ ესაბამება გარე რეალობას. სწორედ ასეთი ნიუანსებითაა გაჯერებული ჩვენი დროის ცალკეულ ადამიანთა შეგრძნებები. მათი აზროვნების მიმართება ცხადყოფს, რომ გარე ბუნება სრულიად სხვას მეტყველებს, თითქოს და სრულიად სხვა რაღაცას მოითხოვს მათგან. ადამიანს, რომელიც შეიგრძნობს ამ განხეთქილებას საკუთარ ფიქრებსა და ამეტყველებულ გარე ბუნებას შორის, ყველგან და ყოველთვის მასღრად იგდებენ. ამის კლასიკური მაგალითია ჰეგელი, რომელმაც გამოთქვა აზრები ბუნების სამყაროს შესახებ. უნდა ითქვას, რომ ზოგი მათგანი ურიგოროდია. მან გამოთქვა აზრები ბუნების სამყაროს შესახებ და მათი სისტემატიზაციაც მოახდინა. მივიდნენ მასთან ფილისტერები და უთხრეს, ხო, მას შესაძლოა ეს არის ის შენი იდეა ბუნების სამყაროს შესახებ. მაგრამ დააკვირდი ბუნების ამა თუ იმ პროცესს, იგი სრულიად არ შეესაბამება შენს მოსაზრებებს. ამაზე ჰეგელმა მიუგო, მით უარესი ბუნებისთვისო. ცხადია, რომ ეს პარადოქსია, მაგრამ ჰეგელის სუბიექტური შეგრძნება სავსებით საფუძვლიანია. თანდაყოლილ ბუნებრივ აზრებს მინდობილმა ადამიანმა შესაძლოა განაცხადოს, რომ ბუნება იმისთვის, რათა იგი ნამდვილად შეესაბამებოდეს მის აღქმებსა და წარმოდგენებს, სხვაგვარად უნდა იყოს მოწყობილი. ეჯგარეშია ისიც, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანი ეჩვევა იმას, რასაც ბუნება ასწავლის მას. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა უმრავლესობა ვერც ამჩნევს, რომ იძენს რა ბუნებაზე დაკვირვების გამოცდილებას, თავის არსებაში თითქოს და ორ სამშვინველს, საკუთრივ ორ ჭეშმარიტებას ატარებს. ხოლო ის, ვინც ამას ამჩნევს, შესაძლოა გაწვალდეს ამ შეგრძნებით, თუმცა ეს შეგრძნება მის სამშვინველში თავისებურ განხეთქილებას წარმოქმნის. ის, რაც ახლა აღწერე და რაც დღეს უკვე შეინიშნება ცალკეულ ადამიანებში, თუმცა ისინი ხშირად ვერც აცნობიერებენ ამას, დროთა მანძილზე უფრო და უფრო გავრცელდება. გახშირდება ასეთი მსჯელობებიც. ჩემი თანდაყოლილი ბუნების შესაბამისად, ჩემივე თავი მაიძულებს, რომ ჩემს ტვინში შეიქმნას ბუნების სამყაროს გარკვეული სურათი. შემდეგ რამდენადაც უკეთ ვეცნობი გარემოს, დროთა განმავლობაში ვიმეცნებ იმას, რასაც თავად ბუნება მასწავლის. ასეთი წინააღმდეგობრივი შეგრძნებები მოიცავს ადამიანის სამშვინველს, როდესაც იგი კვლავ ბრუნდება დედამიწაზე. მასში იბადება შინაგანი აზრების ერთგვარი წყარო, რომელიც მას ასეთ სიტყვებს ამოათქმევინებს. დიახ, შენ შეიგრძნობ თუ საკუთრივ როგორი უნდა იყოს სამყარო, მაგრამ იგი არ არის ისეთი სამყარო სხვანაირია. შემდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული კანონზომიერებების შემეცნებას ვიწყებთ და მაშინ იძულებულნი ვართ რაღაცნაირად გავაწონასწოროთ ჩვენი განცდები. როგორ ხდება ეს? წარმოვიდგინოთ შემდეგი. ადამიანი იბადება და ფიზიკურ ყოფიერებაში შემოდის. მის აზროვნებასა და შეგრძნებებში შთაბეჭდილია წინა მიწიერი ცხოვრების შედეგი. იმ პერიოდში, სანამ იგი მოწყვეტილი იყო დედამიწას, გარე მიწიერ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ამ დროს ადამიანი შეიგრძნობს შეუსაბამობას თავის აზროვნებასა და გარე სამყაროს შორის, რომელიც შეიცვალა მისი გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა ეგუება ახალ ცხოვრებას და თავის გარემომცველ სამყაროს. მაგრამ მთლიანად მაინც ვერ ამკვიდრებს თავის შეგრძნებაში იმას, რასაც გარე სამყაროდან იმეცნებს. გარე სამყაროს იგი თითქოს და ერთგვარი პირბადის გამჭოლ აღიქვამს. მაგრამ ამას იგი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაამუშავებს და კვლავ თან მოიტანს მომავალ მიწიერ ცხოვრებაში. ასეთი ადამიანი მუდმივ გაურებული, მშვენიერი ცხოვრების წიაღში ცხოვრობს. მის შეგნებაში ჩამოიქნება ასეთი აზრი. შენ თან მოგაქვს რაღაც ისეთი, რაც გარე სამყაროსთვის, რომელშიც შენ ცხოვრობ, როგორც ფიზიკური ადამიანი, უცხოა და ახალი.
ამჟამად შენი ფიზიკური არსებით ამ სამყაროდან აღიქვამ რაღაც ისეც, რაც მთლიანად ვერ მსჯვალავს შენ სამშვენიოს და რასაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გადაამუშავებ. ცხოვრების ამგვარი შეგრძნება მთელი ინტენსივობით უნდა მსჯვალავდეს თანამედროვე ადამიანს. რამე თუ მხოლოდ ამ შეგნებით შეიმეცნება ძალები მის მიწიერ არსებაში, რომ პულსირებს და რომლებიც ამის გარეშე სრულიად შეუმჩნეველი და აღუქმელი დარჩება. ჩვენ კი ამ ძალებში ვართ ჩაწნული და თუ კი ცნობიერად არ ჩავუღრმავდებით და გამსჯვალავთ მათ, ქვეცნობიერებაში მიტოვებულნი ისინი ამა თუ იმ ფორმით მეტნაკლებად მშვინვიერად დაგვაავადებს. ადამიანი ამ გაორებას უფრო და უფრო ძლიერად შეიგრძნობს. ერთი მხრივ ეს არის წინამიწიერი ცხოვრებიდან შემორჩენილი თავისებურებანი, მეორე მხრივ, რაც მის ამჟამინდელ მიწიერ ცხოვრებაში მომავალი ინკარნაციისთვის მზადდება. რაკიღა გაორების შეგრძნება ადამიანში თანდათანობით ძლიერდება, მისთვის ის ხორცეულად აუცილებელია შინაგანი გამოცხადება. ჭეშმარიტი შინაგანი გამოცხადება. კიდევ უფრო მწვავედ წამოიჭრება უმნიშვნელოვანესი კითხვა, როგორ, რა გზით უნდა მიახლოს ადამიანი ამ შინაგან გამოცხადებას. ამ კითხვის პასუხს მაშინ მივაკლებთ, როდესაც დავწმუნდებით შემდეგში. ხშირად მithქვამს, რომ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში გამოღვიძებიდან დაძინებამდე ჩვენ როგორც ადამიანებს მხოლოდ ჩვენი წარმოდგენების ცხოვრებასთან მიმართებაში გვღვიძავს. წარმოდგენების ცხოვრება სრულ სიფხიზლეს ნიშნავს. გრძნობადი ცხოვრების მიმართებით სრულად არც მაშინ გვღვიძავს, როდესაც ვფხიზლობთ. ჩვენი გრძნობები სიზმარეული ცნობიერების საფეხურზე იმყოფება მაშინაც კი, როდესაც სრულად გვღვიძავს წარმოდგენების და აზრების მიმართ. ვისაც ამ სფეროს დაკვირვება ხელი ეწიფება, მან უშუალო აღქმით იცის, რომ გრძნობები ჩვენ შეგნებაში რომ აღიძრება, რეალურობის თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება სიზმარეული განცდებისგან. მაგრამ წარმოდგენები, რომელთა მეშვეობითაც გრძნობები ვლინდება, სხვაგვარად წარმოაჩენს მათ. ამრიგად გრძნობათა ცხოვრება, ისევე როგორც სიზმარი, შეგნების ქვეცნობიერი, ფარული წიაღიდან აღმოცენდება. რაც შეეხება ადამიანის ნებელობის ცხოვრებას, მას ცხადიერ მდგომარეობაშიც კი ღრმად სძინავს. დიახ, ნებელობასთან მიმართებაში ჩვენ გვძინავს. ამრიგად, დღის ცნობიერების პირობებში ადამიანი თავის არსებაში ატარებს ცნობიერების სამ მდგომარეობას. დღის განმავლობაში ჩვენ სრულად ფხიზლებით, თამამად დავიარებით ჩვენი წარმოდგენების ცხოვრებით ვართ. მაგრამ თავს ვიტყუებთ თუ კი გვჯერა, რომ ასეთივე ფხიზლები ვართ ნებელობის მიმართაც. რაკიღა რაღაც წარმოდგენა გაგვაჩნია ნებელობაზე. არა, ნებელობის უშუალო განცდა არამედ მხოლოდ წარმოდგენებში არეკლილი ნებელობა. აი ის, რაც ჩვენ შეგნებაში შემოდის. ჩვენი გრძნობები მარტოოდენ სიზმარეული განცდებია, ხოლო ჩვენი ნებელობა მხოლოდ ღრმა ძილში ხორციელდება. მაგრამ უკვე თუ გაღვიძებულია იმაგინაციური შემეცნება და მისი მეშვეობით ის, რაც აქამდე ჩვენში სიზმარეულად ცხადდებოდა, სამყაროს ჭეშმარიტი შემეცნების იარაღად გარდა იქმნება, მაშინ გამოიკვეთება, რომ სიბრძნე გამბეჭდილია არაოდენ ჩვენს წარმოდგენებსა და აზრებში, არამედ ჩვენს გრძნობებში და ასევე ნებელობაშიც. ეს ადგილი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, რომ არ გამოგვჩეს მხედველობიდან. ესე იგი, ჩვენი თავს ვიტყუებთ თუ კი გვჯერა, რომ ასეთივე ფხიზლები ვართ ნებელობის მიმართ. ესე იგი, ნებელობა ფაქტიურად ძინარე მდგომარეობაშია სიცხადეში და ჩვენი გრძნობები მარტოოდენ სიზმარეული განცდებია. ჩვენი ნებელობა მხოლოდ ღრმა ძილში ხორციელდება. მაგრამ უკვე თუ გაღვიძებულია იმაგინაციური შემეცნება და მისი მეშვეობით ის, რაც აქამდე ჩვენში სიზმარეულად ცხადდებოდა, სამყაროს ჭეშმარიტ შემეცნების იარაღად გარდაიქმნება.
იკვეთება, რომ სიბრძნე გამბეჭდილია არაოდენ ჩვენს წარმოდგენებსა და აზრებში, არამედ ჩვენს გრძნობებში და ასევე ნებელობაშიც. დღეს ადამიანს თამამად შეუძლია ილაპარაკოს თავის წარმოდგენებზე, რაც შეეხება გრძნობებსა და ნებელობას, თანამედროვე კაცობრიობისთვის მათი არსი მიახლოებით იმავე დონეზე ცნაურდება, როგორც სიზმარეული ცხოვრება, თუმცა ამის მიუხედავად სიბრძნე ჩვენს გრძნობებსაც სჭვალავს. ვინც სერიოზულად ეკიდება სამშვინველის განვითარებისთვის განსაზღვრულ სავარჯიშოებს, რომლებიც მოცემულია ჩემს წიგნში, როგორ მივახციოთ ზესამყაროების შემეცნებას, შესაძლოა სხვებზე უფრო მალე შეიგრძნოს ერთგვარი მშვენიერი ძრაობა, რომელიც თითქოს და ძილში სიზმარეულად განიცდება. ამგვარი განცდა უმრავლესთათვის მხოლოდ ჩვეულებრივი სიზმარეული განცდაა. მისი ლოგიკა დიდად არ განსხვავდება სიზმარეული ლოგიკისგან. შეუძლებელია მოკლე ხანში გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ამ შინაგან განცდებში, რომლებიც ჩვეულებრივი ლოგიკისთვის თითქოს და უმართავია, განსაკუთრებული ლოგიკა ფიგურირებს. ანუ სიზმრისთვის ნიშნულ ნაწყვეტ შენაკოწიწებ აზრთა დინებაში ისინი მართლაც და ერთობ გროტესკული ლოგიკით წარმოჩინდება, მაგრამ განსაკუთრებული ლოგიკა ფიგურირებს. ეს არის პირველი განცდა, ჯერ კიდევ ძალზე პრიმიტიული, მაგრამ მაინც შინაგანი ცდის პირველი შედეგი. სულ იოლად რომ შეიცნობა მათ მიერ, ვინც თავისი მშვენიერი ცხოვრებისთვის, თუნდაც არასრულად იყენებს იმას, რაც აღწერილია ჩემს წიგნში, როგორ მივახციოთ ზესამყაროების შემეცნებას. როდესაც ადამიანი იძირება შეგრძნებათა ამ მორევში, იქიდან ახალი, ჩვეულებრივი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული რეალობა ამოიზიდება. ადამიანი ამჯერად შედარებით მალე ამჩნევს ამ ახალ რეალობას და ამჩნევს იმასაც, რომ ეს რეალობა სიბრძნითაა გაჯერებული. იმ სიბრძნით, რომლის გარე შემოწერა მას არ ძალოძს, რადგანაც არ არის ჯერ სათანადოდ მომწიფებული, რათა სრულად გააცნობიეროს ეს. ეს რეალობა მას თვალსა და ხელშუა უსხლტება, ეკარგება. იგი თავს ვერ ართმევს საკუთარ განცდებს, მაგრამ ერთი რამ მეტნაკლებად იკვეთება მისთვის. სიბრძნე მისკენ მოედინება ცნობიერების არა მარტო ზედა ფენიდან, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, მისი ჩვეულებრივი დღის ცნობიერებისთვის, არამედ ამ ფენის ქვეშ ცნობიერების სხვა ფენაც არსებობს, რომელსაც იგი აქამდე არალოგიკურად მიიჩნევდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ წვდებოდა და ვერ იუფლებდა ამ სიბრძნეს. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მთლიანად ეძლევა იმაგინაციურ შემეცნებას, მის ცხადიერ ზმანებებში უმალ ინქვრევა ის, რაც ჩვეულებრივი ცხოვრების ფონზე ერთგვარი გროტესკის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე ეს ძალიან მაგარი არის ადგილია და გავიმეოროთ კიდევ. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მთლიანად ეძლევა იმაგინაციურ შემეცნებას, მის ცხადიერ ზმანებებში უმალ ინქვრევა ის, რაც ჩვეულებრივი ცხოვრების ფონზე ერთგვარი გროტესკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზმანებები იმსჭვალება ისეთი სიბრძნით, რომელიც რეალობის სხვა ახალ შინაარსზე მიუთითებს, გარე გრძნობადი სამყაროსგან განსხვავებულ იმ ახალ სამყაროზე მიუთითებს, რომელსაც ჩვენი საყოველდღეო სიბრძნის ჩვეული საზომით ვზომავთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ცნობიერების ქვედაფენიდან ადამიანის ყოფით ცნობიერებაში მხოლოდ გრძნობათა სამყარო ამოდის. ესე იგი, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ცნობიერების ქვედაფენიდან ადამიანის ყოფიერ ცნობიერებაში მხოლოდ გრძნობათა სამყარო ამოდის. მაგრამ კიდევ უფრო ღრმა ფენიდან ამოწიაღდება ნებელობის სამყარო, რომელიც ასევე გამსჭვალულია სიბრძნით. დიახ, სრულად და გამჭოლ სიბრძნითაა გამსჭვალული. ჩვენ დაკავშირებული ვართ ამ სიბრძნესთან, მაგრამ ჩვეულებრივი შეგნებით ვერ ვაცნობიერებთ მას. მაშასადამე ადამიანს განაგებს შეგნების სამი ფენა. პირველი, წარმოდგენითი შეგნება, რომელშიც ჩვენი ყოველდღიურობით მონაწილეობთ. მეორე, იმაგინაციური შეგნება და მესამე, ინსპირაციული შეგნება, რომელიც ღრმადაა დაძირული, მაგრამ მაინც მოქმედებს ჩვენში. უდავოდ მოქმედებს ჩვენში, თუმცა მისი ბუნება ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეუცნობადია
თანამედროვე ფილოსოფია ნაკლებად რომ ყოფილიყო გახლართული თავის კონცეფციებში, მას არ გამოეპარებოდა ის უზარმაზარი სხვაობა, რომელიც არსებობს ბუნებაზე წმინდად გარეგნული დაკვირვებებით მოპოვებულ ცოდნასა და იმ ჭეშმარიტებებს შორის, მათემატიკის, გეომეტრიის და სხვა მსგავსი მეცნიერების სიღრმეებში რომ მოიპოვება და შემდგომ გარე სამყაროს ახსნა გაგებას ხმარდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დაჯერებით ვილაპარაკოთ იმ ჭეშმარიტებებზე, გარე დაკვირვებებით რომ შეიმეცნება. კანტმა და იუმმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთ თითქოს და გროტესკულ მტკიცებულებაში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი განაცხადეს მათ, რომ მზე, რომელიც ყოველდღე ამოდის, ხვალაც ამოვა. მაგრამ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მზე ყოველდღე ამოდის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი ხვალაც ნამდვილად ამოვა. აი ის, რაც შეიძლება ითქვას ყველა იმ ჭეშმარიტებათა მიმართებით, რომლებიც გარე დაკვირვებების მეშვეობით მოიპოვება. ხოლო რაც შეეხება მათემატიკურ ჭეშმარიტებებს, აქ ვითარება სხვაგარი გახლავთ. აქ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რასაც ერთხელ მივაკლებთ, ძალაშია უგუნითი უგუნისამდე. ის, ვინც შინაგან კანონზომიერებათა საფუძველზე დაამტკიცებს, რომ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის კვადრატი, კათეტების კვადრატის ტოლია, მან იცის, რომ შეუძლებელია დახაზოს ისეთი მართკუთხა სამკუთხედი, რომელსაც ეს წესი არ მიესადაგება. დიახ, მათემატიკური ჭეშმარიტებები განსხვავდება იმ ჭეშმარიტებათაგან, რომელთაც გარე დაკვირვებები განგვიცხადებს. ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ თანამედროვე კვლევის მეთოდებით მის საფუძვლებში გამბეჭდილ მიზეზებს ვერ ჩავწვდებით. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათემატიკური ჭეშმარიტებანი ადამიანის შინაგანი არსების სიღრმეებიდან აღმოცენდება. ცნობიერების მესამე, ყველაზე ღრმა ფენიდან მომდინარეობს და ადამიანის ჩარების გარეშე ზე მიიმართება მის ზეფენოვან შეგნებაში, სადაც შემდგომ შინაგანად შეიმეცნება. მათემატიკურ ჭეშმარიტებებს იმიტომ ვფლობთ, რომ ჩვენ, ადამიანები დედამიწაზე მათემატიკურად მოქმედებთ, დავდივართ, დგავართ, მოძრაობისას გარკვეულ მონახაზებს მოვნიშნავთ და ამგვარი ნებელობითი კავშირით გარე სამყაროსთან ჭეშმარიტად ვაღწევთ მათემატიკის შინაგან ჭვრეტას. მათემატიკა წარმოსდგება ცნობიერების ყველაზე ღრმა, ძირეული ფენიდან და ცნობიერების ზეფენოვანი ნაწილისკენ მიემართება. ასე რომ ცნობიერების წარმომავლობას მართალია ვერ ვაცნაურებთ, მაგრამ სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ ნათელი წარმოდგენა გვაქვს ცნობიერების ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფენაზე. ჩვენთვის ცნობილია მათემატიკური და გეომეტრიული ცნებები, რომლებიც ამ ფენიდან მომდინარეობს. ცნობიერების შუა ფენა ზმანებისეული ხასიათისაა, ხოლო ზედა სართულში, სადაც დღის ცნობიერება ცხოვრობს, წარმოდგენების ცხოვრება ჩქეფს. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მაშასადამე გარკვეულწილად იმასაც ვაცნობიერებთ, რასაც ცნობიერების ყველაზე ღრმა ფენა გვაწვდის, ხოლო ის, რაც ამ ორ ფენას შუაძევს, უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია, როგორც ცხადლივ ხილულ ბინდიერი ზმანება. უაღრესად მნიშვნელოვანი ამ ფაქტის მართებული გაგება. ესე იგი, ცხადლივ ხილული ბინდიერი ზმანება. ესე იგი, იმასაც ვაცნობიერებთ, რასაც ცნობიერების ყველაზე ღრმა ფენა გვაწვდის, ხოლო ის, რაც ორ ფენას შუაძევს, უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია, როგორც ცხადლივ ხილული ბინდიერი ზმანება. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ფაქტის მართებული გაგება. რამე თუ მოგეხსენებათ, ბერძნები 4 საუკუნენახევრის განმავლობაში დაკავშირებულნი იყვნენ იმ შეგნებასთან, რომელიც ძველი მისტერიების კულტურიდან იყო შემორჩენილი. ეს იყო წმინდა ლუციფერული ელემენტი. მე ამას წინათ მოგახსენეთ ამის შესახებ. აი ეს არის ინტელექტუალური კულტურა. ჩვენს თავში ნათელი მეუფებს. იგი სიბრძნითაა გამსჭვალული ჭეშმარიტის სიბრძნით, მაგრამ ეს სიბრძნე ჩვენს არსებაში დამკვიდრებული ლუციფერული ელემენტი გახლავთ. და ბოლოს ის, რაც უფრო ღრმად განიბეჭდება ადამიანის არსებაში და რასაც ასე ძალუმად მიელტვიან თანამედროვე მოსწავლეები, რაც იმდენად უყვარდა კანტს, რომ მან თქვა, საბუნების მეტყველო მეცნიერება არსებობს იმდენად, რამდენადაც იგი მათემატიკას მოიცავსო. კარგი. და ბოლოს იქ თავიდან წავიკითხოთ ფრჩხილების გარეშე.
და ბოლოს ის, რაც უფრო ღრმად განიბეჭდება ადამიანის არსებაში და რასაც ასე ძალუმად მიელტვიან თანამედროვე მოსწავლეები, გახლავთ ადამიანის გამჭოლ, მოქმედი, წმინდად არიმანული ელემენტი. დიახ, ეს არიმანული ელემენტია. ესე იგი, პირველი წარმოდგენების ცხოვრება ლუციფერულია. იმაგინაციები შეგრძნებაა და ინსპირაციები არიმანია. საკმარისი არ არის ვიცოდეთ რაღაც, რაც თავისთავად სწორია და ნამდვილი, რასაც თავის მეშვეობით ცნობიერად აღვიქვამთ. ნამდვილია, მაგრამ ლუციფერული ელემენტების საბოძვარია. ჩვენ ვიცით, რომ მათემატიკა უტყუარია, მაგრამ მის არაჩვეულებრივ სიზუსტეს უნდა ვუმადლოდეთ არიმანს, რომელიც ჩვენშია გამჯდარი, ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი ჩვენი არსების შუაში მდებარეობს და ალოგიკურად დინებადი ზმანებებისგან შედგება. მე კიდევ ერთ სიმპტომს აღწერ, რათა ნათლად წარმოვაჩინო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის, რასაც ამჟამად განვიხილავთ. სამყაროს მთელი მათემატიკური კონცეფცია, ანუ მათემატიკურად გამსჭვალული სამყარო, როგორცაც აღიქვამდა გეა გალილეი და ჯორდანო ბრუნო, შეგნების ყველაზე ღრმა ფენიდან აღმოცენდა. 4 საუკუნენახევარმა განვლო მასაკეთ, რაც ადამიანმა თავის აზროვნებასა და შეგრძნებებში არიმანული ელემენტის შემოყვანა დაიწყო. იმ დროს, როდესაც ბერძნული ცნობიერების ნათელ ჰორიზონტზე მისტერიების კულტურის უკანასკნელი სხივები ელვარებდა, ადამიანის შეგნების ყველაზე ღრმა და იდუმალ ფენებში ჩაისახა ის, რაც თავის მწვერვალს მხოლოდ მომავალში მიაღწევს. ჩვენი მშვინვერი ცხოვრება მართლაც და სასტორის ღერცხს წააგავს. ჩვენ უნდა შევეცადოთ დავიცვათ წონასწორობა ერთი მხრივ ლუციფერულსა და მეორე მხრივ არიმანულ ელემენტებს შორის. ლუციფერული ელემენტი შთაბეჭდილია ადამიანის თავში, არიმანულის სიბრძნეში, რომელიც ნებელობას მსჭვალავს. ვიმყოფებით რა იმ ელემენტში, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს და არაფრითაა გამსჭვალული, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ მათ შორის წონასწორობა. ესე იგი, ვიმყოფებით რა იმ ელემენტში, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს და არაფრით არის გამსჭვალული, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ მათ შორის წონასწორობა. ლუციფერსა და არიმანს შორის. როგორ და რა გზით შემოდის სიბრძნე ადამიანის აი ამ შუა ნაწილში? შინაგანი აღნაგის თვალსაზრისით დღევანდელი ადამიანი ისეთნაირადაა განწესრიგებული. ესე იგი, დღევანდელი ადამიანი ასეთნაირადაა განწესრიგებული. ადამიანის თავში მოქმედებს ლუციფერი. ნივთიერებათა ცვლის და კიდურების სიბრძნეს არიმანი განაგებს. რაც ზემოთ ითქვა ჩვენი შეგნების შუალედურ მდგომარეობაზე, გამომდინარეობს ჩვენი გულის ორგანიზაციიდან და რიტმული სისტემიდან. ჩვენი არსების აღნიშნული სფერო თანდათან ისევე უნდა დაწესრიგდეს, როგორც თავისმიერი სიბრძნე წესრიგდება ლოგიკის მეშვეობით. არიმანული სფერო მათემატიკის, გეომეტრიის, ბუნებაზე გარე რაციონალური დაკვირვების მეშვეობით. რა არის ის, რამაც ადამიანის არსების შუა ნაწილში შინაგანი ლოგიკა, შინაგანი სიბრძნე და შინაგანი ორიენტაციის უნარი უნდა შემოიტანოს? ეს არის ქრისტეს იმპულსი. გოლგოთას მისტერიის მეშვეობით, რომ შთაედინა მიწიერ კულტურაში. ჩვენი არსების აღნიშნული სფერო თანდათან ისევე უნდა დაწესრიგდეს, როგორც თავისმიერი სიბრძნე წესრიგდება ლოგიკის მეშვეობით, ხოლო არიმანული სფერო მათემატიკის, გეომეტრიის და ბუნებაზე გარე რაციონალური დაკვირვების მეშვეობით. რა არის ის, რამაც ადამიანის არსების შუა ნაწილში შინაგანი ლოგიკა, შინაგანი სიბრძნე და შინაგანი ორიენტაციის უნარი უნდა შემოიტანოს? ეს არის ქრისტეს იმპულსი, გოლგოთას მისტერიის მეშვეობით, რომ შთაედინა მიწიერ კულტურაში. კიდე ერთხელ გავიმეორეთ. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს თავისებური, სულიერ მეცნიერული ანატომია,
რომელიც განგვიცხადებს თუ რას წარმოადგენს თავისმიერი კულტურა, რას წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის საფუძველზე აღმოცენებული კულტურა და რას წარმოადგენს და რას საჭიროებს ჩვენი ორგანიზმის ის სფერო, რომელიც ამ ორზე მოხსენებულ სფეროს შუა იმყოფება. ადამიანის არსებისთვის აუცილებელია, რომ მან თავისი თავი ქრისტეს იმპულსით გამსჯვალოს. ერთი წამით ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ გოლგოთას მისტერია არ შემოსულიყო დედამიწის ევოლუციაში. ადამიანს უამისოდაც ექნებოდა თავისმიერი სიბრძნე. ადამიანს ისიც ექნებოდა, რაც ქრისტეს დაბადებიდან მე-15 საუკუნეში აღმოცენდა და განვითარდა. მაგრამ თავისი შუა ცენტრალური ნაწილის მიმართებით იგი ერთიანად დაცლილი აღმოჩნდებოდა. და სულ უფრო და უფრო ძლიერად შეიცნობდა განხეთქილებას თავისი არსების ორ შინაგან სფეროს შორის. ადამიანი ვერაფრით მიაღწევდა წონასწორობის მდგომარეობას, რამე თუ ლუციფერულ და არიმანულ ელემენტებს შორის წონასწორობის დაცვა მხოლოდ მათ ხელეწიფებად, ვინც ღრმად და ძლიერად იმსჯვალება ქრისტეს იმპულსით. ამგვარად იკვეთება, რომ ქრისტეს დაბადებამდე 4,5 საუკუნის პერიოდში გოლგოთას მისტერიის მოსამზადებლად ადამიანს ებოძა უკანასკნელი სხივი უძველესი მისტერიებისა, რომელიც თითქოს და ერთგვარად გამკვრივდა და ძველი მისტერიული კულტურის თავისმიერი მოგონების სახით დაილექა ადამიანთა შეგრძნებაში. ჩვენი დროის ადამიანმაც გაიარა ახალი სულიერი მიმართულების მისტერიების კულტურის ერთგვარი სახეობის მოსამზადებელი 4,5 საუკუნე, იმისთვის, რათა ეს ორი ეტაპი, ორი მხარე გაერთიანებულიყო კაცობრიობის ისტორიულ განვითარებაში, უნდა მომხდარიყო გოლგოთას მისტერია, როგორც კაცობრიობის ევოლუციაში ჩართული ობიექტური ფაქტი. მაგრამ კაცობრიობაში ეს განვითარება შინაგანად ისეთნაირად წარიმართა, რომ თავიდან ადამიანები თანდათანობით იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ, შემდეგ კი მე-15 საუკუნეში მათ მიიღეს ახალი იმპულსი, არიმანული იმპულსი, რომლის წყალობითაც ადამიანმა პირველად შეიგრძნო ესოდენ ძლიერად, რომ მას აუცილებლად ესაჭიროება ხიდი, რომელიც ამ ორ სფეროს დააკავშირებს. აი ხა ვინც ტაროში ერკვევით, კარგად მოგეხსენებათ, რომ არის 21 არკანი და პლუს 1 კიდე ნულოვანი. და მერე არის კიდე 22, რომელიც ისევ ნულოვანი არკანია. ანუ სულ არის 21 და 3/7-იანად, 3/7-ულად შეიძლება დაიყოს. მესამე შვიდეული, ანუ მე-15 არკანი. ეს არის ეშმაკი, the devil. და როგორ ემთხვევა ახლა აქაც, ხო, რომ მე-15 საუკუნეში ჩვენ მივიღეთ ახალი არიმანული იმპულსი. დარჩება მე კიდე ესე იგი 7 კარტი არა, მესამე შვიდეულში. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია შინაგანად აღვიქვათ ადამიანის სამწევრა არსება. და ამას უკეთ შევძლებთ, თუ კი ყოველივე ზემოთქმულს იმასაც დავუმატებთ, რაც არაერთ გზის მithქვამს, ძველ ბერძნეთთათვის, რომლებშიც ჯერ კიდევ რაღაც ბჟუტავდა წარსულის მისტერიებიდან, ათეიზმი სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო. მაშინაც იყვნენ ათეისტები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დღეს. თავისი რადიკალური გამოვლინებით ათეიზმი არსებითად ჩვენს დროში წარმოიშვა, რამე თუ ბერძენი, რომელიც ნამდვილად იყო გამსჭვალული დიალექტიკით, თავის აზროვნებაში ღვთაებრივ წარმართველობას შეიგრძნობდა. უკეთ აქედან გამომდინარე მზერას მივაპყრობთ ათეიზმის წარმოშობას, ღვთაებრივის სრული უარყოფის ტენდენციას მის ფესვებსაც მივაკლევთ. ათეისტები მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომელთა არსებაში რაღაც ორგანულ დარღვევას აქვს ადგილი. ცხადია, ეს დარღვევა შიდა ორგანიზმის უფაქიზე სტრუქტურულ ურთიერთკავშირებში აღინიშნება, მაგრამ ათეიზმი მართლაც ერთგვარი ავადმყოფობაა და ეს უცილობელი ფაქტი გახლდათ. ეს არის პირველი, რაც მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, ათეიზმი ავადმყოფობაა. რადგანაც უკვე თუ თქვენი ორგანიზმი სავსებით ჯანმრთელია, მისი ყოველი ცალკეული ნაწილის ჰარმონიული ფუნქციონირება თავადვე აღძრავს თქვენში ღვთაებრივი წარმოშობის გრძნობას. ex deo nacimus, ღმერთისგან შობილი, ნაცისიმურ.
მეორე, რამდენადმე განსხვავებული მოსაზრება გახლავთ ის, რომ ადამიანი შესაძლოა ღვთაებრივს შეიგრძნოვდეს და ამავე დროს არ გააჩნდეს ქრისტეს შეგრძნების თუნდაც სულ მცირედ ძალა და უნარი. დღეს ამ მიმართებით ზუსტ დიფერენცირებას ვერ ახდენენ და როგორც სხვა სფეროებში ფუჭი ფრაზებით კმაყოფილდებიან. თუ კი არ დავჯერდებით თანამედროვე დასავლეთის ადამიანთა შეხედულებებს, ისინი კი განაცხადებენ, რომ თლიანად აღიარებენ ნებელობის თავისუფლებას და ასე შემდეგ, ობიექტური დაკვირვება ცხადყოფს, რომ მათი აზროვნების კონფიგურაცია ძირეულად ეწინააღმდეგება მათსავე სიტყვებს და მხოლოდ დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის წყალობით ჩვევად ექცათ ლაპარაკი ქრისტეზე, თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა უმრავლესობა არც მეტი არც ნაკლები თურქები არიან, რადგან მათი რწმენის შინაარსი, ფატალიზმი, სწორედ მაჰმადიანობის ნიშანთვისება გახლავთ. თუმცა ამ დასავლურ ფატალიზმს ხშირად ბუნების სამყაროს გარდუვალ კანონზომიერებათა ნიღბით წარმოგვიდგენენ. მაჰმადიანობა გააცილებით ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გონია, თუ კი ყურადღებას გავამახვილებთ არა სიტყვებზე, არამედ სულიერ მშვენიერ შინაარსზე. დავწმუნდებით, რომ ბევრი ქრისტიანი არსებითად თურქია, ისინი თავს ქრისტიანებად რაცხენ. ამ დროს კი ვერა და ვერ მოუხერხებიათ ღმერთიდან, რომელსაც ისინი თავის არსებაში შეიგრძნობენ, ქრისტესთან მიახლება. ამის ნათელსაყოფად მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო თანამედროვე თეოლოგიის კლასიკურ ნიმუშზე, ადოლფ გარნაკზე, რომელმაც დაწერა წიგნი ქრისტიანობის არსი. მოგიწოდებთ ჩაატაროთ ასეთი ცდა, გადაშალეთ წიგნი, სადაც ნახსენებია სახელი ქრისტე, შეცვალეთ იგი სიტყვით ღმერთი და დარწმუნდებით, რომ შინაარსის მხრივ წიგნში არაფერი შეიცვლება. იქ თქვენ ვერ შეხვდებით რაიმე ისეც, რაც აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში უნდა გამოითქვას. გარნაკის ყველა ამ მტკიცება, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, ფუძის ფუძემდე მცდარია, მიუხედავად იმისა, რომ იგი სახარების მაუწყებლობაზე აპელირებს. გარნაკის მიერ დამუშავებული სახარების შინაარსი ქრისტესთან დაკავშირების არავითარ საფუძველს არ იძლევა. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ქრისტეს აღქმის ისეთი უნარი, რომ იგი მამა ღმერთთან არ გავაიგივოთ. ამ მიმართებით სწორი თანამედროვე ევანგელისტი თეოლოგები სწოდავენ. მათ შორის განსაკუთრებით ბევრია ისეთი, ვინც ვერ ანსხვავებს ქრისტეს მამა ღმერთისგან. როდესაც ადამიანს არ ძალუთ ცხოვრებაში იპოვოს ქრისტე, ეს სრულიად სხვა რამ გახლავთ, ვიდრე მამა ღმერთის უპოვნებლობა. მოგეხსენებათ, რომ აქ საქმე ეხება არა ქრისტეს სათუო ღვთაებრიობას, არამედ საკუთრივ მამა ღმერთსა და ქრისტე ღმერთ შორის ღვთაებრივ განსხვავებულობას. სწორედ ეს ზემოქმედებს ადამიანის მშვენიერ ცხოვრებაზე. მამა ღმერთის არ პოვნა ავადმყოფობა, ქრისტეს არ პოვნა უბედურება. რამე თუ ადამიანი ისეთნაირადაა ქრისტესთან დაკავშირებული, რომ შინაგანად მასზეა დამოკიდებული. იგი დამოკიდებულია რაღაც ისეთზე, რაც განხორციელდა როგორც ისტორიული მოვლენა. ადამიანმა ქრისტესთან კავშირი აქ დედამიწაზე გარეყოფიერებაში უნდა იპოვოს და თუ კი ამას ვერ შეძლებს, ეს უბედურებაა. მამა ღმერთის არ პოვნა ნიშნავს იყო ათეისტი, რაც იგივე ავადმყოფობაა, ხოლო ძე ღმერთის ქრისტეს არ პოვნა უბედურება გახლავთ. სულის არ ყოფნა რაღაც ნიშნავს, საკუთარი სულიერების აღქმის უნარობა და აქედან საკუთარი სულიერების კოსმოსურ სულიერებასთან კავშირის აღქმის უნარობა. გონება ჩლუნგობის ნიშანია. დიახ, სულის აუღიარებლობა მშვენიერ სიჩლუნგეს ნიშნავს. გთხოვთ დაიხსომეთ ეს სამი მანკიერება, სამი ნაკლი, ადამიანის სამშვენილს რომ ემუქრება და მაშინ ჩვენი სახვალიო მიმოხილვაც უფრო ნაყოფიერად წარიმართება. დაიხსომეთ ის, რაც შეგნების სამი სახეობის შესახებ ითქვა. დაიხსომეთ, რომ ათეიზმი ავადმყოფობაა. იმ ღმერთის უპოვნელობა, რომლისგანაც ვიშვით და რომელიც უნდა ვიპოვოთ, თუ კი ჯანმრთელნი ვართ. ავადმყოფობა. თუ კი არ ძალგვიც ვიპოვოთ ქრისტე, ეს უბედურებაა, ხოლო თუ სულს ვერ ვპოულობთ, ეს უკვე მშვენიერი სიჩლუნგე გახლავთ. ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან ის გზებიც, რომლებიც ადამიანს სამებისკენ წარმართავს. კაცობრიობა კვლავ და კვლავ უნდა ჩაუღრმავდეს მშვენიერი ცხოვრების ამ კონკრეტულ ფაქტებში, რათა ზოგად ბუნდოვან წარმოდგენებში არ გაიხლართოს. ამ ბუნდოვანი წარმოდგენების სადმი მიდრეკილება მშვენიერი ცხოვრების კონკრეტულ ფაქტებში ჩაღრმავებით უნდა შეიცვალოს.
ეს გახლავთ ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი ამოცანა.